ფროიდის ფსიქოსექსუალური განვითარების თეორია ამტკიცებს, რომ ზრდის პერიოდში 5 კრიტიკული ფაზის გადალახვა გვხდება. ჩვენი სექსუალური ლტოლვა, რასაც ფროიდი ლიბიდოს უწოდებს, თითოეულ ფაზაში განსხვავებული ეროგენულ ზონაზეა ფოკუსირებული. ფაზებს ეწოდებათ ორალური, ანალური, ფალოსის ლატენტური და გენიტალიური. თუ ნებისმიერ ამ ფაზაში ჩვენი გამოცდილება ტრავმულია, შესაძლოა მოგვიანებით ცხოვრების განმავლობაში ფიქსაციები გამოგვევლინდეს ნევროზის, მიჯაჭვულობის, დამოკიდებულების ან დეპრესიის სახით. ორალური ფაზა 0-დან 1 წლამდე მიმდინარეობს. ჩვენი ცხოვრების პირველ წელს სამყაროს ორალური გზით აღმოვაჩენს და ჩვენი ძირითადი სიამოვნების წყარო დედის მკერდის ან ბოთლის წოვაა. ამ დროს კონფლიქტის წყაროს ჩვენი თავდაპირველი მომვლელისგან განთავისუფლება წარმოადგენს. ჰანსი დედის მკერდს ტრავმის გარეშე ჩამოშორდა. ერნსტის დედა მის კვებას 4 თვის ასაკში წყვეტს, რაც ედმეტად ადრეა. აიდას მარტო სატირალად ხშირად ტოვებდნენ, როცა შიოდა. ჰენსი დამოუკიდებელი და ჯანმრთელი ზრდასრული ხდება. ერნსტის ტრავმა ტანჯავს და უნვითარდება ორალური ფიქსაცია. ის ცდილობს კომპენსაციას საღეჭი რეზინის მუდმივი ღეჭვით მოახდინოს. აიდა თავის მთელს ცხოვრებას ორალური სტიმულის ძიებაში ატარებს, რადგანაც ის ბავშვობისას აკლდა და მანიპულატორთა დამოკიდებულებით პიროვნებად ვითარდება. ანალური ფაზა 1-დან 3 წლამდე გრძელდება. ამ ასაკში ჩვენი ლიბიდოს ძირითადი ფოკუსი შარდის ბუშტსა და ნაწლავების მოძრაობის კონტროლშია. უნდა ვისწავლოთ ღამის ქოთნის გამოყენება. ჰანსის მშობლები მის მიერ ღამს ქოთანის გამოყენების მცდელობას შექებითა და წახალისებით ამკობენ, რომ მას დამოუკიდებლობა ასწავლონ. ერნსტის მშობლები მას ზედმეტად ადრიანად აძალებენ ღამის ქოთნის გამოყენებას და შეცდომის შემთხვევაში სტუქსავენ. აიდას მშობლებს საერთოდ არ ადარდებთ მისთვის ღამის ქოთნის გამოყენების სწავლება. ჰანსი თავდაჯერებულ პიროვნებად ყალიბდება და უფროსებთან თავდაჯერებული და კარგი ურთიერთობა აქვს. ერნსტის ანალური თავშეკავება უნვითარდება. იგი კონტროლის მოყვარული და ძუნწი ზრდასრულია, რომელსაც აძრწუნებს საკუთარი სხეული და ავტორიტეტების მორჩილება ახასიათებს. აიდა ანალური განდევნით პიროვნებად ყალიბდება. იგი მოუწესრიგებელ, არაორგანიზებულ და სხვების გრძნობებისადმი დაუფასებელ. ასევე ავტორიტეტებისადმი მიამბოხე პიროვნებად ყალიბდება. ფალოსის ფაზა 3-დან 6 წლამდე გრძელდება. ახლა ლიბიდო გენიტალიებისაკენ ტრიალდება, რადგანაც ქალისა და კაცის სქესს შორის განსხვავებას აღმოვაჩენთ. ამ ფაზაში ბიჭების კონფლიქტი მამასთან მეტოქეობაშია, რაც ოიდოპოსის კონფლიქტის სახელითაა ცნობილი. ერნსა და ჰანსს სურთ მიისაკუთრონ დედა და თავიდან მოიშორონ მამა, თუმცა გაიციან, რომ მამა ძლიერია და თავისი სურვილების გამო დასჯის ეშინიათ. ფროიდი ამას კასტრაციულ შფოთვას უწოდებს. აიდას პენისის შურს. იგი ფიქრობს, რომ პენისი ძალაუფლებისა და დომინანტობის გასაღებია და მასაც უნდა ასეთის ქონა. ჰანსის მამა ამ ფაზაში ყურადღებიანი იყო და მოგვიანებით ჰანსი ამ კონფლიქტს თავის მამასთან მიმსგავსებით გადაჭრის. იგი სწავლობს მამაკაცის როლის მორგებას და ზრდასრულობის ასაკში ორივე გენდერს პატივს სცემს. ერნსტი, ვისი მამაც ამ ფაზის დროს უყურადღებო იყო, მამაკაცურობის განცდა არ უნვითარდება. მას დედის ფიქსაცია აქვს და ვერ ერკვევა თავის სექსუალურ ლტოლვებში. იგი აგრესიულია ქალების მიმართ და გამუდმებით ეჯიბრება სხვა მამაკაცებს. აიდა სხვა ქალების მსგავსად მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე შურს პენისის, რაც მის შემთხვევაში არასრულფასოვნების განცდაში ვლინდება მამაკაცების წინაშე. ლატენტური ფაზა 7-დან 13 წლამდე მიმდინარეობს. ამ ასაკში ჩვენი ლიბიდო ითრგუნება, რადგანაც ჩვენი სექსუალური ენერგია ცხოვრებისეული უნარების განვითარებას ემსახურება. ჩვენი სუპერეგოც ვითარდება და საკუთარ თავს ძლიერ ვაკავშირებთ სოციალურ ღირებულებებთან, ჩვენივე სქესის სუპერგმირებსა და მეგობრებთან. ჰანსს ბევრი ჰობი აქვს. ერნსტს სკოლაში სწავლა უყვარს და აიდა ბევრ ახალ მეგობარს იჩენს. ამ ფაზაში რეალურად კონფლიქტი არ მიმდინარეობს, სამივე მათგანი სარგებელს იღებს იმ უნარებით, რომელიც განივითარეს. გენიტალური ფაზა მოციფულობიდან გარდაცვალებამდე მიმდინარეობს. მოციფულობის დროს ჩვენი ლიბიდო კვლავ აქტიურდება და გვიჩნდება სექსუალური პარტნიორების ყოლის ინტერესი. ჰანსი, აიდა და ერნსტი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებიან, რომ დააბალანსონ იდის სექსუალური სურვილები და სუპერეგოსადმი მორჩილება, რომ ჩაჯდნენ სოციალურ ნორმებში.
ძლიერი ეგოს განვითარება ამ ორს შორის კომპრომისის მიღწევის საშუალებას იძლევა. ჰანსი, ვინც ბავშვობა ტრაუმების გარეშე განლო, წარმატებით აშენებს ძლიერ ეგოს. იგი სამსახურში დისციპლინირებულია და მოსიყვარულე ურთიერთობა აქვს, სექსუალური ცხოვრებაც აკმაყოფილებს. ერნსტის ეგო მის სუპერეგოზე სუსტია და ნორმებსა და ავტორიტეტებს ემორჩილება. ამიტომ თავის სურვილებსაც ახშობს და გარყვნილება უყალიბდება. აიდას სუსტი ეგო და სუპერეგო აქვს. მისთვის სექსუალური საჭიროებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სოციალური ნორმები და ადამიანთა ნორმები. იგი ეგოისტია და თავს დამნაშავედ არ სცნობს კანონის დარღვევის ან ადამიანისთვის ტკივილის მიყენების გამო. ამ თეორიის გასაგებად საჭიროა მისი კონტექსტის გაგებაც. რაც ფროიდის ცნობებშია არაცნობიერის შესახებ იმის გასაცნობიერებლად, რომ ჩვენ არაცნობიერიც გვაქვს. იგი ასევე განმარტავს, რომ ჩვენ ადრეული ბავშვობის მოგონებებს არაცნობიერად ვინახავთ სხვა გამოცდილებებთან ერთად. მომავალში ეს წარსული გამოცდილებები არაცნობიერად ახდენს ჩვენს ქცევაზე გავლენას. ფროიდი გვიხსნის, რომ ჩვენი გონება სამსფეროდ განიკარგება, რაც შეგვიძლია წყალქვეშა გემის სახით წარმოვიდგინოთ. არაცნობიერი დონე სუპერეგოს განკარგავს. ცნობიერი და წინარეცნობიერი დონეები ერთად იგის განკარგავს. პატარა ბავშვები იდით იმართებიან და დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას მოითხოვენ. დაახლოებით 7 წლის ასაკში სუპერეგო იჩენს თავს და გვიჩნდება სურვილი ვიყოთ სათანადო მოქალაქეები და ვასიამოვნოთ გარშემო მყოფებს. ეგო ზრდასრულობასთან ერთად ყალიბდება, რომ ამ ორს შორის ბალანსი დაამყაროს. სიგმუნდ შლომო ფროიდი ავსტრალიელი ნევროლოგი და ფსიქოანალიზის შემქმნელი გახლდათ. ფროიდმა წამოჭრა თეორია, რომ არაცნობიერი იმახსოვრებს და ინახავს ყველა ჩვენს გამოცდილებას და ისინი თავს იჩენენ დრო და დროს ციზმრებისა და ასოციაციების სახით. ტრავმატული მოგონებებისა და სურვილების საუბარში გაჟღერებით. ჩვენ საკუთარი თავის ნევროზისგან განთავისუფლება და მეტად თავისუფლად და კმაყოფილად ცხოვრება შეგვიძლია. მან გვერდში არ მივისწრაფოდეთ ჩვენი კომპლექსების მოშორებისაკენ და ამის ნაცვლად განვიხილოთ ისინი, რადგან სამყარო ჩვენს ქცევებზე ზემოქმედებს. თქვენ რას ფიქრობთ ამ თეორიისა და ფსიქოანალიზის შესახებ? არის მასში რაიმე ღირებული? გაგვაჩნია არაცნობიერი? თუ დიახ, ის მართლაც ინახავს ჩვენს ყველა გამოცდილებას ადრეული ბავშვობიდანაც კი. და ახდენს ჩვენს როგორც ზრდასრულთა ქცევაზე გავლენას. გთხოვთ, გაგვიზიაროთ მოსაზრებები კომენტარებში. ვიდეოს ტექსტი თარგმნა ლიზი მეჟდოიანმა და გახმოვანებულია Microsoft-ის ამეთვალებლის მიერ.